ჩვენი მომხმარებელი ძალიან კარგად იცნობს ფოტონ დროან ჯიშვიც. დღეს გვინდა გავაცნოთ ახალი მოდელები, V7 დავეცხრა, რომლის შესახებაც ედვარდს რამდენიმე კითხვას დაუსვამ და პირველ რიგში მინდა გითხო, რა გამოაჩენთ ამ მოდელებს სხვა მოდელებისგან. თავარი განმასხვავებელი ეს არის ეგრეთ წოდებული რბილი ჰიბრიდული ძრავი. გარდა იმისა, რომ იგი აღჭურვილია 170 ცხენისძალიანი დიზელის ძრავით, მას ემატება Bosch-ის ფირმის 48 ვოლტიანი დამატებით ჰიბრიდული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ გაძნილი იყოს ამ ძრავი მომენტი და ასევე ქალაქის პირობებში 100 კილომეტრზე ჩამოვიდეს 8 ლიტრი დიზელზე. კი ბატონო, აი რას გვეტყვი გადაცემათა კოლოფზე, ძალიან ხშირად გვეკითხება ხოლმე ჩვენი მომხმარებელი და ამაზეც მივაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან კარგი შეკითხვაა, გადაცემათა კოლოფით ბრენდულია საკმაოდ ეს გახლავთ ZF-ის გერმანული ბრენდის გადაცემათა კლასიკარიანი ავტომატური კოლოფი, ასევე ამას ემატება ასევე Bosch-ის სისტემის ახალი დამატებითი ამძრავი სისტემა, ეს არის 4-4-ზე, რომელიც გარდა სხვადასხვა ფუნქციებისა გვაძლევს საშუალებას, რომ განხორციელებულ იქნას ამ მანქანაზე ძალიან მოთხოვნადი ფუნქცია, ეგრეთ წოდებული დიფერენციალის ბლოკირება. კი ბატონო, აი კაბინაზე რას გვეტყვი, რა აქვს დამრჩეული ამ ორ მოდელს, სწორად და რა დახვდება ჩვენს მომხმარებელს ამ ორი მოდელის კაბინაში. თანამედროვე ავტომობილ მოყვარულებს უკვე ვეღარაფრით გააკვირვებს კომფორტით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმე მიღწევა ავტო წარმოებაში ყველაფერი აქვს ამ მოდელებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელი აღჭურვილია და კაბინაც საკმაოდ ისაფრთხო. 6 აირბაგი აქვს, ეგრეთ წოდებული საფრთხოების ბალიშები, აღჭურვილია იგი 12 და 14 დიუმიანი ეკრანით, რაც საშუალებას გვაძლევს სენსორების მეშვეობით მთლიანად ასევე ხედვა იყოს როგორც მოძრაობის, ასევე პარკინგის დროს 360 გრადუსიანი პანორამული ხედვა. გარდა იმისა, რომ აქვს მას აქვს LCD ეკრანი, არის 220 ვოლტიანი პორტი, სხვადასხვა USB პორტები, ასევე გვაქვს ავაზრის გაწყობის კონტროლი, კლიმატ კონტროლი, ტელეფონის სწრაფი დამტენი და ასე შემდეგ. ის რაც დღეს თანამედროვე smart კაბინას მოიაზრება, ყველაფერი აქვს აი ამ პიკაპში. ლუქსეს ხშირად გვეკითხებიან ხოლმე ჩვენი მომხმარებლები და ორივე მოდელის შემთხვევაში რომ მოგვაწოდო ინფორმაცია. როდესაც კომფორტულ პიკაპს ირჩევს მომხმარებელი, სწორი მოთხოვნა არის მომხმარებლების მხრიდან, წენეს გავითვალისწინეთ, V9 მოდელი აღჭურვილია ეგრეთ წოდებული one touch look-ით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ როგორც გარემო პირობების თვალსაზრისით, ასევე ქალაქის პირობებში დამატებული იქნეს ეს ლუკი და კომფორტი მთლიანად მიიღოს მომხმარებელს. კი ბატონო, და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაინტერესებს, ჩვენს მომხმარებელს ძალიან ხშირად უნდა ხოლმე ამისი ვიზუალურად ნახვა და ესე აღქმა, ესე რომ ვთქვათ. თუ შეუძლიათ რომ მოგზავნდნენ ჩვენთან, სადაც გვაქვს შოურუმი, დაათვალიერონ, ნახონ რა შესაძლებლობები აქვს და ამის შემდეგ გადაწყვეტონ ყიდვის პროცესის ამბავი. ნებისმიერ მომხმარებელს ჩვენ სერვის ცენტრში ასევე შეუძლია მოგზავნდეს კახეთის გზატკეცილი 79 ნომერში ეს დრაივზე, როგორც C7 მოდელზე, ასევე V7 მოდელზე და V9 მოდელზე და განახორციელოს ამ პიკაპის გადაადგილება როგორც ქალაქის, ისე გზოობის პირობებში, გამოსადოს იგი და დაწესოს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო და დიდი მადლობა. თქვენ კი დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგწეროთ პირად შეთხოვებაში.